მოგესალმებით. ჩვენ ვაგრძელებთ გადაცემას მეცნიერება და განათლება. დღეს არის ორი გენიალური ქართველი მეცნიერის და საზოგადო მოღვაწის პროფესორ ივანი ჯავახიშვილის, რომელიც 39 წელს დაწყებას გახდა საბჭოთა კავშირის მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი და აკადემიკოსი ილია ბეკუას, რომელიც ორჯერ იყო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი, დამფუძნებელი და რექტორი რუსეთის მესამე უნივერსიტეტისა მნიშვნელობით, ნოვოსიბირსკის სახელმწიფო უნივერსიტეტის და საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტი 72-77 წლებში. ჩვენი სტუმარი, რადგანაც საუბარი არის ორ გენიალურ მეცნიერზე, ჩვენ სტუმრად მოვიწვიეთ მეცნიერი, მათემატიკის დოქტორი, ეკონომიკის დოქტორი, ფაზისის აკადემიის პრეზიდენტი, ბატონი გია ბაშილავა, დიდი მადლობა ბატონი გია მოწვევისათვის. ბატონი ივანი ჯავახიშვილის გავლენა საქართველოში მეცნიერების და უმაღლეს სკოლაში არის კარდინალური. ჩვენ არ გვეგულება ყოველ შემთხვევაში უფრო სხვა მეცნიერი, რომელმაც საქართველოში მეცნიერებას და უმაღლეს სკოლას, ესე იგი სკოლის განვითარებაში, ესე იგი მეტი წვლილი შეიტანა, ვიდრე ივანი ჯავახიშვილი. ივანი ჯავახიშვილს დღეს შეუსრულდებოდა 150 წელი და ჩვენ რადგანაც ის იყო დამაარსებელი, სრული ჩამდგმელი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის, ჩემი აზრით, უფრო მეტად უნდა აღინიშნა საქართველოს ხელისუფლებას ივანი ჯავახიშვილის ეს თარიღი. რა თქმა უნდა, ალმა მატერში, მის მიერ დაარსებულში, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში შედგა სხდომა, სადაც პირადად მე რაც ვნახე სოციალურ ქსელებში გამოქვეყნებული სურათები, იქ მეცნიერი თითოეულ როლა იყო, ასე მაგალითად მე დავინახე საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის სწავლული დივანი, ნახდათ მეცნიერი ბატონი ვლადიმერ პაპავა და კიდევ ერთი ორად დანარჩენი ეს გავდა უფრო, ესე იგი, ერთ-ერთი პარტიის შეხვედრას, სადაც, ესე იგი, იყვნენ წარმოდგენილი რექტორებად წოდებული ადამიანები, რომლებსაც მეცნიერებასთან აქვს საკმაოდ, ესე იგი, შორეული კავშირი. და ეს სამწუხაროა, რადგანაც ბატონი ივანი ჯავახიშვილი ასოცირდება ზუსტად საქართველოში მეცნიერების და უმაღლეს სკოლის დაფუძნებაში. დიდი ქართველი მეცნიერი და საზოგადო მოღვაწე, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამაარსებელი, აკადემიკოსი ივანი ჯავახიშვილი დაიბადა 1876 წლის 23 აპრილს ქალაქ თბილისში პედაგოგ ალექსანდრე ჯავახიშვილისა და სოფიო ვახვახაშვილის ოჯახში. ჯავახიშვილების გვარის უძველესი წინაპრები მესხეთიდან იყვნენ თორელები. შემდგომ ისინი გადმოსახლდნენ ქართლში, მდინარე თეძმის ხეობაში, სოფელ ხოვლეში. ალექსანდრე ჯავახიშვილი და სოფიო ვახვახაშვილის ტრადიციული ქართული ოჯახი ჰქონდა და შვილებსაც სამშობლოსა და დედა ენისადმი უსაზღრო სიყვარულის სულისკვეთებით ზრდიდნენ. 1885 წელს პატარა ივანე თბილისის, ესე იგი, გიმნაზიაში შეიყვანეს. 1895 წლის ივლისში ივანი ჯავახიშვილმა წარჩინებით დაამთავრა თბილისის პირველი გიმნაზია და იმავე წლის აგვისტოში შევიდა პეტერბურგის
უნივერსიტეტის აღმოსავლურ ენათა ფაკულტეტის სომხურ-ქართული ირანული განყოფილებას. 1888 წელს ნაშრომისათვის ანდრია მოციქულისა და წმინდა ნინოს მოღვაწეობა საქართველოში პეტერბურგის უნივერსიტეტის სამეცნიერო საბჭომ ივანე ჯავახიშვილი ოქროს მედლით დააჯილდოვა. 1902 წლის აპრილ-სექტემბერში ნიკო მართან ერთად, რომელსაც მასწავლებდა და ესე იგი ხელნაწერის აღწერისა და შესწავლის მიზნით იმყოფებოდა ერთად სინას მთაზე. 1903 წლის 1 იანვარს ივანე ჯავახიშვილი დაინიშნა პეტერბურგის უნივერსიტეტის პრივატ დოცენტად, ამ თანამდებობაზე იგი 1917 წლამდე მუშაობდა. 1917 წლის რევოლუციის შემდეგ ივანე ჯავახიშვილი თავისი თანამოაზრეებთან, ყიფშიძესთან, შანიძესთან, გაგიშანიძე, ნუცუბიძესთან და სხვებთან ერთად სამშობლოში დაბრუნდა და აქტიური ბრძოლა გააჩაღა კავკასიაში პირველი უმაღლესი დაწესებულების უნივერსიტეტის დაარსებისათვის, რომელიც წარმატებით დაგვირგვინდა 1918 წლის 26 იანვარს ქართული უნივერსიტეტი გაიხსნა. ჯერ კიდევ 13 იანვარს გაიმართა უნივერსიტეტის პროფესორთა კოლეგიის სხდომა, რომლის მონაწილეობა უნივერსიტეტის რექტორობა ივანე ჯავახიშვილი შესთავაზეს. რაზეც ამ უკანასკნელმა უარი განაცხადა, მისი წინადადებით პირველ რექტორად საერთაშორისო აღიარების დონის მეცნიერი, ქიმიკოსი პეტრე მელიქიშვილი აირჩიეს. თვითონ ივანე ჯავახიშვილი იმ დროისთვის ერთადერთი სიბრძნის მეტყველების ფაკულტეტის დეკანი გახდა, თუმცა თავად პეტრე მელიქიშვილი აღიარებდა ივანე ჯავახიშვილის ბრძანდება ერთადერთი დამაარსებელი, სული ჩამდგმელი და ერთადერთი რაინდი ჩვენი უნივერსიტეტისა. აქ მას ვერავინ შეეტოქება და შეეზიარება. საქართველოში მე მგონი არ იყო შემდგომში არც ერთი მაგალითი, როცა რაღაცა დაწესებულების სული ჩამდგმელი დაარსების და მეცნიერული თვალსაზრისითაც ძლიერი პიროვნება ადგილს უთმობს ესე იგი მეცნიერს, რომელიც მეცნიერება რა თქმა უნდა ქიმია, მათემატიკა, ფიზიკა, ბიოლოგია უფრო არის საზღვრების გარეშე და ცნობადობა მეტია, მაგრამ რა თქმა უნდა ეს იშვიათი მოვლენაა და იმან უფრო განჭვრიტად რომ პირველ ეტაპზე რექტორად ჭირდება საერთაშორისო აღიარების მეცნიერი, რადგანაც უნივერსიტეტით გამდა პირველ დაბიჯებს. ეს იყო ძალიან ჭკვიანური, სწორი ნაბიჯი დიდი ივანე ჯავახიშვილის, რომლის მომავალში განმეორება გაუჭირდათ ქართველებს და ყველა ქართველი, ვისაც არ დაუშვათ შეთავაზებენ, ის თანახმა იყოს რექტორი, არ აქვს მნიშვნელობა რა დონის მეცნიერია და საერთოდ არის თუ არა მეცნიერი. 1919 წლის 17 დეკემბერს ივანე ჯავახიშვილი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორად აირჩიეს. ბუნებრივია რომ წელიწად ნახევარი ფაქტურად ბატონი პეტრე მელიქიშვილი იყო რექტორი და შემდგომში რა თქმა უნდა თვითონაც ის ძალიან ღირსეული პიროვნება იყო და თანდათანობით ეს რექტორობა მაინც გადააბარეს ივანე ჯავახიშვილის, რადგანაც მისი ავტორიტეტი ამ თვალსაზრისით საქართველოში და გარკვეულწილად გარედაც იყო ურყევი. 1921 წლის თებერვალში საქართველოს დემოკრატიულ რესპუბლიკას საბჭოთა რუსეთის ჯარები შემოესწია. ივანე ჯავახიშვილმა ომში მიმავალ სტუდენტებს შემდეგი სიტყვებით მიმართა. მართალია გვაკლია იარაღი, გვაკლია საომარი აღჭურვილობა, გვაკლია ბევრი სხვა რამეს, მაგრამ ჩვენ ბრძენ ხალხს უთქვამს, ვაშკაცა გული რკინისა აბჯარი თუნდაც ხისაო. ჩვენი ეროვნული კულტურის თეთრ ტაძარი გზას დაულოცავს ყველას, ვინც ბრძოლის ველისკენ მიეშურება. ბოლშევიკების მიერ თბილისის აღების შემდეგ უნივერსიტეტს წითელ არმიელების შემოჭრის საფრთხე დაემუქრა, უნივერსიტეტის ხელმძღვანელობა წესრიგი დაცვა მოითხოვა, ივანე ჯავახიშვილი გაუტეხლობა და პრინციპულობამ თავისი გაიტანა უნივერსიტეტის აუხრებას გადაურჩა. მაგრამ ბუნებრივია ჯერჯერობით ის ინარჩუნებდა რექტორობას, უფრო მეტი 1923 წლის 20 მარტს
ის პროფესორთა საბჭო, რომელიც იყო ღირსეული, ის ხელახლა აირჩია რექტორად. სამწუხაროდ მალე საბჭოთა ხელისუფლებისა და მისი ლაქია ვაი მეცნიერების მხრიდან დაიწყო ივანე ჯავახიშვილის წინააღმდეგ საშინელი წილიწამებული კამპანია, რამაც 1926 წლის 23 ივნის მისი რექტორობიდან განთავისუფლებას მოჰყვა. აი 1928 წელს ჟურნალში საშუალო სკოლისკენ გამოქვეყნდა თსუ-ს ახალი რექტორის, რომის გარკვეულწილად ესე იგი სულიერი მემკვიდრეები ზოგიერთ უნივერსიტეტში დღესაც არიან დანიშნული რექტორები, ბატონი თედო ღლონდის სტატია, რომელშიც იგი ივანე ჯავახიშვილს მიჩნევდა მოღვაწედ ესე იგი საშუალო სკოლის კულტურისკენ, რომ მიაქანებდა 1928 წელს საზეიმოდ აღინიშნა უნივერსიტეტის დაარსების 10 წლისთავი და ერთი სიტყვით ბატონი ივანე ჯავახიშვილი გაანთავისუფლეს რექტორობიდან 26 წელს და ფაქტიურად ის იყო გამოცხადებული უხეშად რომ ვთქვათ პერსონა ნონ გრატა და თავის დაარსებულ უნივერსიტეტში ფაქტიურად არც გაიჩერებოდა, თუმცა რაღაცა შემდგომში ლექციები მაინც მისცეს, ასევე მუზეუმში იყო და მხოლოდ 1933 წლის 8 იანვარს აღდგენილ იქნა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში პროფესორის, 17 თებერვალს ივანე ჯავახიშვილის თსუ-ს საქართველოს ძველი ისტორიის კათედრის გამგედ დაენიშნა, სადაც იგი 1935 წლამდე მუშაობდა. და ივანე ჯავახიშვილი გარდაიცვალა 1940 წლის 18 ნოემბერს პირდაპირ ლექციის დროს, ის ბოლომდე მან უერთგულა მეცნიერებას და განათლებას, გულის უეცარი შეტევით გარდაიცვალა. 1988 წელს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს მისი დამაარსებლის ივანე ჯავახიშვილის სახელი ეწოდა და ერთ-ერთი გამონათქვამი ბატონი ივანეს უსიყვარულო და უნებისყოფო თავგანწირულობის მზაობის გარეშე არც ერთი დიდი საქმის გაკეთება არ შეიძლება. მით უმეტეს მეცნიერებაში, რადგანაც მეცნიერების ნეუბრივი პასუხისმგებლობა დიდია და ნივთიერი კეთილდღეობა თვალსაზრისით მძიმე. ამიტომაც მას ყველა სიზნელებით დასაძლევად ხასიათის განსაკუთრებული სიმტკიცე ესაჭიროება. ბატონო გია, თქვენ როგორ შეაფასებდით ამ გენიალური ქართველი მეცნიერის და კიდევ უფრო გენიალური და თავდაუდებელი ტიტანური შრომის ესე იგი ადამიანის ივანე ჯავახიშვილის წვლილს საქართველოში მეცნიერის და უმაღლეს სკოლის დაფუძნებაში და განვითარებაში. დიდი მადლობა ბატონო თემურ მოწვევისთვის. ჩვენ დღეს ვიმყოფებით ცხუმ აფხაზეთის მეცნიერებათა აკადემიის გადაცემაში მეცნიერება და განათლება და თქვენ ძალიან დიდი ხნის განმავლობაში უკვე წარმატებით მიყავთ ეს გადაცემა და გისურვებთ წარმატებას კიდევ ერთხელ, იმიტომ რომ მეცნიერებისა და განათლების პოპულარიზაცია ერთგვარად დიდი ივანე ჯავახიშვილის გზის გაგრძელებაა. ბატონი ივანე ჯავახიშვილი, როგორც თქვენ მოგვახსენეთ, ქართული ისტორიოგრაფიისა და თანამედროვე ქართული ჰუმანიტარული მეცნიერების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფუძემდებელია, რომელზეც დგას მთელი ქართველოლოგიური მეცნიერება. არა მარტო მას საისტორიო სამეცნიერო ნაშრომები აქვს შექმნილი, არამედ საქართველოს ეკონომიკური ისტორია აქვს დაწერილი. ეს სამაგიდო წიგნია ეკონომისტებისთვის. როგორც თქვენ ბრძანეთ, მისი თვალი, მისი ყური მიმართული იყო იქით, რომ საქართველოში შექმნილი იყო ესე იგი განათლების ცენტრი, მეცნიერების ცენტრი და ეს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი მისი ხელდასმით შეიქმნა. მას უნივერსიტეტი კი არ ეგონა შენობა ისედაც იყო ადრე აშენებული, არამედ უნივერსიტეტში ორი რამ იყო მნიშვნელოვანი. პირველი ეს არის მაღალი კვალიფიკაციის მეცნიერი, უნდა იყოს ლექტორი და უკითხავდეს ახალგაზრდას. მეორე თავად ახალგაზრდა. ესე იგი სტუდენტისა და მეცნიერს შორის, ლექტორს შორის უნდა იყოს გაცვლა ინფორმაციისა, სწავლა და ასე შემდეგ. დანარჩენი ყველა ემსახურება ამ ორ პირს, ესე იგი
მეცნიერსა და სტუდენტს. ახლა შევხედოთ ამ თვალსაზრისით, რამდენად არის ივანე ჯავახიშვილის იდეა დღეს ცოცხალი ჩვენს სამყაროში, განსაკუთრებით ჩვენთან, თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის უნივერსიტეტში. სამწუხაროდ ის არ არის. ძირითადად მეცნიერები, რომლებიც ჩვენთან არიან, დიდი ხანია მე უკვე ვლაპარაკობ, რომ უნდა მოხდეს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი ჟურნალების, მაღალ აკადემიური გამოცემის ჟურნალები არის და ეს უნდა გამოიცეს სკორპუსში და ასე შემდეგ, უნდა იყოს ეს ჰუმანიტარული. ხო, ჰუმანიტარული, თორემ მათემატიკური მიმართულებით საკმაოდაა კარგად გაკეთებული დიდი ხანია. ამაში სახელმწიფომ განსაკუთრებით ჯავახიშვილის უნივერსიტეტმა დიდი ფული უნდა გადაიხადოს. აი ეს არის პირველი, ვისაც თვალში ეცემა უნივერსიტეტის მეცნიერების განვითარება. მე მგონი შეიძლება გააკეთონ აცი. აი ივანე ჯავახიშვილი ცოცხალი იქნება მაშინ, როცა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი მისი წესდების მიხედვით იმუშავებს. ჩვენ ვიცით მისი დაწერილი წესდება, გეგმა, რომ იქ არის თავარი პროფესიონალი მეცნიერის მოძიება. ყოველ შემთხვევაში თვითონ ეძებდა, თვითონ ჩამოყავდა მეცნიერები. დღეს თქვენ არ ვიცი მე ხა არის თუ არა ასეთი მაგალითი, რომ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რომელიმე ფაკულტეტის დეკანი სათითაოდ ეძებს პროფესიონალურ ლექტორს, არ ვიცი მე არ შემხედრია ყოველ შემთხვევაში ასეთი მაგალითი არ გამიგია. აი ასე ჩამოიყვანა ივანე ჯავახიშვილმა გიორგი მელიქიშვილი და მან მოუწოდა სწორედ რექტორი გამხდარიყო. აი ასე სათითაოდ ეძება პეტერბურგში და უცხოეთში ქართველი მეცნიერები. აი ეს არის ძალიან მარტივი შეფასება, უნივერსიტეტი ემსახურება თუ არა ქართულ სახელმწიფოს და ქართულ მეცნიერების და განათლების განვითარებას. დიახ, ბატონო, ეს ზუსტად ის მაგალითია იმისა, რომ როგორ უნდა იმოღვაწოს საქართველოზე შეყვარებულმა ადამიანმა, რომელიც თავის სტუდენტობის დროს კიდევ პეტერბურგში ყოფნის დროზე და კიდევ სხვადასხვა ექსპედიციებში ყველგან ქმნიდა კართოტეკას უცხოეთში სწავლები ქართველებისგან, რადგანაც უკვე ჩაფიქრებული ჰქონდა, რომ მომავალში უნდა აშენებული იყო ქართული უნივერსიტეტი. აი ეს იყო მაგალითი ამ დიდი საქმის. ასევე ჩვენ დღეს არის, რა თქმა უნდა, უდიდესი მეცნიერის აკადემიკოს ილია ვეკუას დაბადების დღე და მე მინდა გითხრათ, რომ არიან ადამიანები ღმერთისგან მირონცხებულნი, რომლებიც მთელი არსებით ატარებენ ერის ტრადიციებს, მის ენერგიას, ტემპერამენტს, ნიჭსა და სიბრძნეს. მათ ხელისუფლებად ერი მსოფლიო ასპარეზზე წარმოაჩინონ. ეს რჩეულთა ხვედრია და სწორედ მათ რის განეკუთვნება თანამედროვეების გენიალური მათემატიკოსი და მექანიკოსი აკადემიკოსი ილია ვეკუა. ჩვენ სამართლიანად ვამაყობთ ქართული მათემატიკური, ფიზიოლოგიური და ფსიქოლოგიური სკოლების სოფლიო აღიარებით უდიდესი მადლიერებით და პატივისცემით მოვიხსენიებთ მათ ფუძემდებლებს ნიკოლოზ მუსხელიშვილს, ივანე ბერიტაშვილს, დიმიტრი უზნაძეს. ამ სკოლებთან მრავალი სახელგანთქმული მეცნიერის სახელია დაკავშირებული. მათ რიც უთუოდ განეკუთვნება აკადემიკოსი ილია ვეკუა, რომელმაც განსაკუთრებული ნიჭის, შრომის მოყვარეობის, ახალგაზრდობის მოზიდვისა და გატაცების უნარის წყალობით მან დიდი წვლილი შეიტანა მათემატიკისა და მექანიკის მეცნიერებათა განვითარებაში, შეძლო პერსპექტიული მიმართულების აღმოჩენა, თავად გახდა ახალი სამეცნიერო სკოლის მეთაური. ბატონი ილია ვეკუას პაპის მამა მახუ ვეკუა უფროსი ვაჟით თურქეთის ომში ნამყოფი თედოთი სოფელ შეშელეთში გალის რაიონის სამურყზაყანო დასახლდა. აქ თედომ ცოლად მოიყვანა უტუ მართალია თოდუას ქალიშვილი.
უტუ მიქავა და უტუ თოდუა მოგესენებათ 1857 წელს სამეგრელოს გლეხთა ცნობილი აჯანყების ლიდერები იყვნენ. ილია ვეკუას მშობლები ნესტორ ვეკუა და ლიზა მემუ აფშილავა, რომელიც ფაქტურად ქართველ აფხაზურ ოჯახში გაიზარდა. თედო ვეკუამ თავისი საკარმიდამო მიწა გამოყო იმისათვის, რომ სოფელ შეშელეთში აეშენებინათ შვილთან ნესტორთან ერთად პირველი სკოლა. ანუ ბაბუამ საკარმიდამო მიწა გამოყო და მაშინ მიწა იყო ერთადერთი საშუალება, რომელიც თქვათ ოჯახისთვის იყო ესე იგი საკვები რესურსის მოპოვება. სარეცელზე მიჯაჭულმა თედომ თავის ვაჟ ნესტორს უანდერძა ყოველი ღონე ეხმარა, რათა შვილიშვილებისათვის მიეცა სწავლა განათლება, რადგანაც მას სწამდა გლეხთაც, რომ განათლებას მოკლებული ადამიანის ცხოვრება უღირ გამოიქნებოდა. დაწყებითი განათლება ილიამ მეზობელ სოფელ მუხურში, ეს 4 კლასი დაამთავრა შეშელეთში, მერე მუხურში 8 კლასი, მეტი იქ არ იყო სამურზაყანოში და მერე მიაშურა ზუგდიდის სკოლას, სადაც დაამთავრა პირველი საშუალო სკოლა და ზუსტად იმ პერიოდში, როცა ივანე ჯავახიშვილი ჯერ საბედნიეროდ რექტორი იყო, 1920 ესე იგი 5 წელს აბარებდა ისტორიის სპეციალობაზე. მინდა გითხრათ, რომ როცა ზუგდიდში სწავლობდა მე-9-10 კლასებში, ილია ვეკუა დაინტერესდა ისტორიით. თუმცა მათემატიკაში იყო ნიჭიერი და მისი მასწავლებელი მათემატიკის იყო არტემონ ჯიჯიხია. ეს იყო ყოფილი პოლკოვნიკი, რუსეთის ჯარებს არტილერისტი და ის ასწავლიდა მათემატიკას, მაგრამ ასევე ისტორიით დაინტერესდა და მან გადაწყვიტა, რომ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მithumetes რექტორი იყო დიდებული კაცი ივანე ჯავახიშვილი, ისტორიკოსი და განცხადება დაწერა ისტორიის სპეციალობაზე მისაღებ გამოცდების გასასვლელად. მაგრამ შემთხვევით ნახა, ესე იგი 10 გვარაში იყო ცნობილი გვარი გეგეჭკორების. ბატონი სერგო გეგეჭკორი, რომელიც იყო ძალიან ავტორიტეტული ეკონომისტი, შემდგომში და გახდა აფხაზეთის ფინანსთა მინისტრი სხვათა შორის და მას უთხრა, რომ საკუთები შემაქცო ისტორიის ფაკულტეტზე და ბატონი გეგეჭკორს უკვე იცნობდა ბატონ ჯიჯიხიას არტემონს და იცოდა, რომ ილია ვეკუას რა ნიჭი აქვს მათემატიკაში. და თავის ავტორიტეტით დაიღო ეს განცხადება დაახია და შეატანინა ესე იგი მათემატიკის მიმართულებით და რა თქმა უნდა იქ მას დახვდა ლექტორები, ცნობილი მეცნიერები. სორბონას უნივერსიტეტში ახალი ხარისხი დაცული 25 წელს ბატონი ანდრია რაზმაძე და რა თქმა უნდა ნიკოლოზ მუსხელიშვილი და ასევე სხვები. შესაბამისად უკვე 24 წელს ილიას ოჯახს თავს დააწყდა დიდი უბედურება. 38 წლის ასაკში გარდაიცვალა დედა მემუ ლიზა აფშილავა. შესაბამისად დედის გარდაცვალებით გამოწვეულმა დიდმა სულიერმა ტრამვამ და მატერიალურმა სიზნელებმა ილიას ვერ ააღებინეს ხელი უნივერსიტეტში სწავლის გაგრძელების სურვილზე. 34 წელს მამის გარდაცვალების შემდეგ ილიამ თბილისში ჩამოიყვანა ძმა ვასო, შემდგომში ის გახდა ექიმი და მოღვაწეობდა სოხუმში, დები მარო, ვერა, ცოცო და პატრონობდა მათ. შესაბამისად, უკვე ამ პერიოდში ჩვენ შევამოკლებთ, ილიამ ვეკუა გააგზავნა ბატონ მუსხელიშვილმა ასპირანტურაში ის პეტერბურგში, მისი ხელმძღვანელი იყო ბატონი კრილოვი, ძალიან ცნობილი მეცნიერი და ესე იგი იქ ასპირანტურის დროს ბატონ ილიამ ბოლომდე გამოავლინა თავისი უდიდესი ნიჭი და შესაბამისად ესე იგი მიიღო ძალიან ბევრი შედეგი და 1937 წელს
ილია ბეკუამ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია დრეკადი ტალღების გავრცელება უსასრულო ფენაში. მას მიენიჭა ფიზიკა-მათემატიკის მეცნიერებათა კანდიდატის წოდება, ხოლო 2 წლის შემდეგ 1939 წელს ილია ბეკუამ წარმატებით დაიცვა სადოქტორო დისერტაცია ელიფსური ტიპის განტოლებათა ამოხსნების კომპლექსური წარმოდგენა და მათი გამოყენება სასაზღვრო ამოცანებში. ბუნებრივია ამის შემდეგ, ესე იგი, უკვე რადგანაც ბატონი ილია უკვე იყო, ესე იგი, დოქტორი, მას ესე იგი ყველანაირი მიმართულებით პედაგოგიური იმით, ესე იგი, დატვირთვები მისცეს და ნუ ახლა ეს ცნობილია, მაგრამ ბევრ ადგილას იყო, მაგრამ რამოდენიმე მომენტი ბატონი ილიას ის არა მარტო გენიალური მეცნიერი იყო, ბრწყინვალე იყო ლექტორი. ილია ბეკუა საგანს გადმოცემდა, ის საგნებს კითხულობდა მათ ფიზიკის განტოლება, ეს ერთ-ერთი ყველაზე რთული მათემატიკური საგანია. ილია ბეკუა საგანს გადმოცემდა ამ დარგში უახლესი მეცნიერული მიღწევების გათვალისწინებით. დღეს საქართველოში სამწუხაროდ ნახავ ბატონ გია ბევრ პროფესორს, რომლის ბოლო სამეცნიერო სტატია თარიღდება 10-20 წლის წინ. შესაბამისად, ის არ არის მოქმედი მეცნიერი, ნუ ნაწილი რა თქმა უნდა, და ეს არ არის სწორი მეცნიერი უნდა იყოს მოქმედი, რომელიც კითხულობს კლასიკურ საგანს. ესე იგი, როგორც ვთქვით, ილია ბეკუა საგანს გადმოცემდა ამ დარგში უახლესი მეცნიერული მიღწევების გათვალისწინებით. ლექციების კითხვისას მისი მეტყველება და ქცევა თავისუფალი იყო ყოველგვარი არტისტიზმისაგან, მათემატიკური ფაქტების ერთიანობიდან არსებობისა და მთავარი მკაფიო გამოყოფის უნარი, ამ ფაქტების შინაგანი ლოგიკის ნათლა წარმოჩენა საშუალებას აძლევდა მას სმენელის თვალწინ გაეშალა საგნის მთელი სილამაზე. ის ლექციებზე თითქმის არასოდეს ხმარობდა ჯვარს, იმდენად გათვლილი ჰქონდა ყველაფერი და დაფაზე, რაც დაფაზე უნდა დაეწერა. ეს საკმაოდ რთულია, მაშინ დაფა არ შეიძლება ყოფილიყო 10 კვადრატული მეტრი, ის იყო ალბათ ჩვეულებრივი 2 კვადრატული მეტრი და შესაბამისად მან იცოდა, ესე იგი, აი ამ ვთქვათ თეორემის იქნება თუ აქსიომის თუ რაღაცა, ესე იგი, იმის როგორ ესე იგი დამტკიცების დროს რა მოდიოდა და ზედმეტად არც ერთ წინადადებას, არც ერთ ფორმულას არ წერდა, რომელიც არ იყოს საშუალო. ეს არის უკვე მაესტრობა ლექტორობის. მე პირადად მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტში ყავდა გენიალური მეცნიერები, ბევრი, მაგრამ ნაწილი არ ვარგოდა ლექტორად, მაგალითად მახსოვს გენიალური მეცნიერი კოლმოგოროვი, რომელიც მის თავში ტრიალებდა ყველა დარგის მათემატიკიდან მეცნიერული შედეგები და ის ვერ ყვებოდა სტუდენტისთვის გასაგებად ის ესე იგი ისე გადმოცემდა ეგონა მისი ზის ყველა კოლმოგოროვი და კოლმოგოროვი ჩვენ არ ვიყავით. ხო, აი ბეკუა იყო ბრწყინვალე ლექტორი. ასევე 1944 წელს ილია ბეკუა ერთში საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპონდენტად, 46 წელს ნამდვილ წევრად საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის და მერე იყო ის ცნობილი, ესე იგი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ის დაინიშნა რექტორად, მაგრამ მერე ცნობილი პოლიტიკური მომენტი მეგრელთა საქმესთან დაკავშირებით, ესე იგი, ფაქტურად ილია ბეკუა იძულებული გახდა დაეტოვებინა საქართველო და გადავიდა მოსკოვში, ჯერ მუშაობდა ცაგიში, სადაც გაიცნო მათ შორის ჩემი ხელმძღვანელი, შემდგომში აკადემიკოსი ლეონიდე სედოვი, ისინი მეგობრობდნენ და მერე წავიდა მისი გზა და ბატონ გია სალამაი თქვენ მოგცემდეთ სიტყვას. მინდა გითხრათ, რომ მან, ესე იგი, 55 წელს ილია ბეკუა დაინიშნა სტეკლოვის სახელობის მათემატიკის ინსტიტუტი მოსკოვში, ეს იყო ევროპაში ალბათ ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი. მისი დირექტორი იყო ბატონი ივანე ვინოგრადოვი, სხვათა შორის და მან, ესე იგი, როცა
მსტისლავ კელბიში მოადგილე იყო და გადავიდა საბჭოთა კავშირის მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტად, ვიცე-პრეზიდენტად, მერე პრეზიდენტად. აი ზუსტად ილია ვეკუას კანდიდატურა დააყენეს და ის იყო ინსტიტუტის დირექტორის მოადგილე და შემდგომში გახდა საბჭოთა კავშირის მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი, საკმაოდ 50 წლის იყო, ახლა ეს მაგ პერიოდში ეს ძალიან დიდი მიღწევა იყო. და შემდგომში ზუსტად როცა გადაწყდა რომ საბჭოთა კავშირმა უნდა შექმნას ურალის იქით როგორც იტყვიან ახალი უნივერსიტეტი, სადაც აკადემქალაქი იქნებოდა ასე შემდეგ ნოვოსიბირსკში და აი ამ სამეცნიერო ხაზის ჩაუდგა სათავეში ლავრენტიევი მიხაელი და აი ზუსტად მან წაიყვანა ბევრი მეცნიერი, მათ შორის ილია ვეკუა და აი ზუსტად ილია ვეკუა იყო სული ჩამდგმელი დამფუძნებელი ნოვოსიბირსკის უნივერსიტეტის და ერთი მომენტი მინდა გავიხსენო, რომ როცა ლავრენტიევს კითხა, მაშინ პირველი მდივანი იყო ბატონი ხრუშოვი, რომელსაც ქართველები არ უყვარდა, რა თქმა უნდა. და კითხა, ვინ იქნება მეცნიერებათა რექტორი. და იმან უთხრა, რომ აკადემიკოსი ილია ვეკუა. და იმან ვერ მოითმინა და პირდაპირ უთქვამს, როგორც ისტორიკ ვიყვება, რომ ნიმაგლი ნაიკი ნეგრუზინა, ესე იგი, ოდის გიხდით. ამისთვის არაქართველი ვერ მოძებნე თო, გულისხმობ ალბათ რუსს. მაგრამ არავა იმან თქვა და ეს ძალიან მაგარი არისო და დათანხმდა ის ვინოგრადოვი, ესე იგი ალექსანდრო მიხაილ ლავრენტიევი იძლებოდა, რა თქმა უნდა, შორის ნიკოლოზ მეორეს გავდა კიდევაც და თქვა ხმები დადიოდა ნიკოლოზ მეორეს შვილი არის, როგორც სხვა იმენა. და შესაბამისად ავტორიტეტი იყო და ილია ვეკუა დაინიშნა რექტორად, მე რა შემდეგ და აი მე მინდა სანამ აი ბატონ გია იმაზე ყურადღება გავახსენოთ, რა თქმა უნდა მერე პერიოდი თბილისში დაბრუნება შემდეგ ამას გავაგზავნებ, მაგრამ აი თქვენ ესე იგი აი ეს გზა მინდა აი თქვენ შეაფასოთ, ადამიანი დაიბადა შეშელეთში, ეს აფხაზეთის ულამაზესი კუთხის სამოქალაქოს ერთ-ერთი სოფელია და იქ 4 კლასი დაამთავრა. მერე ბაბუამ ესე იგი რაღაცნაირად იქ რაც შეიძლებოდა გაყიდა ძროხა შემდეგ ჯერ მუხურის სკოლა, მერე ზუგდიდში და შესაბამისად ადამიანი იყო მოწადინებული, რომ აი თავისი ნიჭით ბოლომდე ესე იგი ეს საქმე მიიყვანა მიუხედავად იმისა, რომ ითქვა დედა მამა გარდაიცვალა ადრე და იყვნენ 3 და და კიდევ 2 ძმა, ძმას ეს პატრონობდა და აი თქვენ როგორ მიგაჩნიათ აი ესეთი ტიპის უდიდესი ნიჭის, მაგრამ უდიდესი ტიტანური შრომის გამოყენებით ესე იგი მან შეძლო და აი თქვენ ხომ როგორ ფიქრობთ აი ახალგაზრდებს რომ უთხრათ როგორ შეიძლება თუნდაც ღმერთის მიერ მოძებნული ნიჭიერ ადამიანმა მიაღწიოს შედეგებს. როგორც თქვენ ბრძანეთ, საერთოდ ღმერთი ჩუქნის ადამიანს ნიჭს. და ილია ვეკუა ერთ-ერთი მაგალითია იმისა, რომ როგორ შეიძლება ახალგაზრდამ მიბაძოს ილია ვეკუას და ის გახდეს წარმატებული. მიუხედავად იმისა, თუ ის არ სწავლობს დღეს ილია ვეკუასნაირად, არ არის ახლა მაგალითად ყველას არ აქვს საშუალება რომ თბილისში ისწავლოს ვეკუას სკოლაში და ასევე კომაროვში. ამიტომ მე ვეუბნები ახალგაზრდებს, თუ აქვს სურვილი დაიპყროს მეცნიერების მაღალი მწერალი, მას შეუძლია ეს გააკეთოს. საერთოდ ისტორიაში ბევრი გვაქვს ასეთი მაგალითები, რომელიც პროვინციიდან, ასე რომ ვთქვათ, მოსული ადამიანები უფრო მეტად წარმატებულები არიან, ვიდრე ძირითადად ცენტრში მყოფნი. ახლა ილია ვეკუა ეს იყო მოვლენა საერთოდ მან ქართულ მეცნიერებაში, განსაკუთრებით მათემატიკის მეცნიერებაში მრავალი დარგი ჩამოაყალიბა, რა თქმა უნდა თავის ცნობილ მასწავლებლებთან ერთად, ილია ვეკუას ცნობილ მასწავლებელი და უშუალოდ ვთქვათ ნიკოლოზ მუსხელიშვილი, მაგრამ მას ჰქონდა ერთი რამ.
ალბათ ის დაამახსოვრდა მე ხო ნამდვილად არ შემიძლია მაგრამ ვიღაცამ ხო უთხრა ბაბუას ეს ძროხა რატომ გაყიდეო ხო შეიძლება ეს ბავშვს აქვს მოსმენილი რომ დაადასტუროს თავისი სიმტკიცე სიძლიერე რომ ის ძროხა ნამდვილად ისე კი არა გაყიდული რომ დაიკარგა არამედ მან ეს შეძლო და საბჭოთა კავშირში ასეთი დიდი წარმატება მიაღწიო და გახდა ახალგაზრდობის პერიოდში 50 წელი რა არის თულად ახალგაზრდა საბჭოთა კავშირის მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი მე მას თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მშენებლობაში დიდი ნუ ყოველ შემთხვევაში განვითარებაში დიდი როლი აქვს საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის განვითარებაში და აქ დავამატებთ ივანე ჯავახიშვილის გზას ადგა საერთოდ ილია ვეკუა და გიორგი ჩიტაიესთან ერთად ცდილობდა აღედგინა მაგალითად ფაზისის აკადემია და 1974 წელს მან შეკრიბა მეცნიერთა დიდი ჯგუფი მისი ავტორიტეტიდან გამომდინარე გიორგი ჩიტაიას ასე თუ ისე მენშევიკების პერიოდში და გამომდინარე დევნიდიდან მას არავინ არ მიყვებოდა მაგრამ რადგანაც ილია ვეკუა აკადემიის პრეზიდენტი იყო ფოჩი შეიკრიბა ის კორიფეები რომლებიც ფაზის აკადემიის დამფუძნებლები არიან და ეხლა თუ გავარ ჩვენ ივანე ჯავახიშვილის გზაზე ილია ვეკუას გზაზე ან დაუშვათ ნიკოლოზ მუსხელიშვილის გზაზე მაშინ კიდევ უნდა იყოს ასეთი ხელშეწყობა თავად ივანე ჯავახიშვილის გზას კიდე იმიტომ აგრძელებდა ილია ვეკუა პირველი როცა გახდა რექტორი მან კითხა დეკანებს და სხვა წარმატებულ პროფესორებს ვინ არის ახალგაზრდა რომელსაც ჩვენი დახმარება ჭირდება და ასე აღმოაჩინა რისვა გორდეზიანი რისვა გორდეზიანი გაგზავნა ევროპაში სასწავლებლად ნუ ყოველ შემთხვევაში დიდხანს არ ყოფილა იქ მაგრამ ეტრუსკული ცივილიზაცია რომ შეესწავლა აი ასეთი ხედვის იყო მათემატიკოსი კაცი ილია ვეკუა და ასეთი ტიპის კაცი უნდა იყოს უნივერსიტეტის პირველი კაცი ანუ რექტორი ის კი სკამზე კი არ უნდა ზრუნავდეს არამედ უნდა ზრუნავდეს უკვდავებაზე მის შემდეგ რა სიკეთები აქვს გაკეთებული ეს უნდა თქვას ქართველმა ერმა დიდი მადლობა მისთვის დია სხვადასხვა მინდა მოვიყვანო მეზობლის ბატონი ილიას მეზობლის შეშელეთილი კაცის ფაჩახიას სიტყვები გამონათქვამი თუმელი ეხმიანება დღევანდელს მაშინაც არ ჯეროდა ცხადია რაღაცა და გაუკვირდა იმ კაცს იმიტომ რომ მეწვენი ძროხა იყო თავარი საფორზე ესე იგი ბატონია შემდეგ და იმას უთქვა თე ბორო ყაზახიხია ჩხო გაგმოჩვა ჩი მოთას დუგურვანქია და ვარადა ვიშართასია პროფესორი ანუ ამ უკასრა სულელმა მოხუცბა რეხმა ძროხა გაკიდაო რათა შვილიშვილს ვასაო და თო ესე იგი გამოვიდა გამოვაო პროფესორი არ გამოსულა მაგრამ აკადემიკოსია დღეს ზუსტად სამწუხაროდ საზოგადოებაში მეცნიერებს ისე უყურებენ როგორც ამ ქვეყნის არ არიან და ის ხალხი რომელსაც გულში ალბათ ქართველიდან დღეს სამწუხაროდ 10-დან 9 ფიქრობს რომ მიხედე რა საქმეს ესე იგი ან ბიზნეს ან მოტყუებას ან ესე იგი რაღაცა შეგვიდა ბატონო თემურ მეცნიერების გარეშე დღეს რა იქნებოდა მსოფლიო აი თავად ის ხალხი რომელიც არაფასებს მეცნიერებას აი ელემენტარული ტანსაცმელიც არ ექნებოდა პირველ ყოფილ წყობილებაში ქვის ხანაში გამოყვებულში იქნებოდა. დიახ, აი ბატონი ილია რომ დაბრუნდა უკვე მოიწვიეს თბილისში უკვლავ რექტორად 1965 წელს 66-დან დაიწყო უკვლავ რექტორობა. მან უცბად პირველი შექმნა კომაროვის სახელობის ფიზიკა-მათემატიკური სკოლა, ნუ მაშინ იმ მომენტში დაუშვათ შეიძლება არ ერქვა კომაროვის, შემდგომში დაერქვა. ასევე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან ზუსტად პრობლემური ლაბორატორია გამოყენითი მათემატიკის მიმართულების შემდგომში რომელიც გადაიზარდა გამოყენითი მათემატიკის ინსტიტუტსა და სხვათა შორის დღეს ჩვენმა პელაზგურმა ჯგუფმა მოხსენება ბატონ გიამ გააკეთა სადაც ჩვენ ვავითარებთ ესე იგი
იმ იდეას, რომელიც ეხმიანება ამ შემთხვევაში პროტოქართველური მოსახლეობის ტრანსფორმაციის მათემატიკური მოდელირება და შემდგომში ვაპირებთ გაგრძელებას კიდევ იმ საკითხებზე, რომელიც უკვე უკავშირდება რთულ მოდელებს, კერძო წარმოებულიან მოდელებს და რომელიც მათემატიკურად დაგვიმტკიცებს, რატომ მოხდა ის, რომ პროტოქართველური მოსახლეობა, რომელიც მეტყველებდა 4 ენაზე, ძირითადად და გარშემორტყმული იყო იმპერიებით, ეს სპარსეთის იმპერია, მერე ოსმალეთის იმპერია, მერე აქ ჩვენ მონღოლები, აგერ თემურლენგის რუსეთის იმპერია, ანუ ყველა მხრიდან შემოსევა, რომის იმპერია კიდევ უბრალოდ იმის ბიზანტიას შემდეგ, ესე იგი მაინც ესე იგი ცოცხლობდა, ეს ზუსტად ამ მიმართულებაზე მუშაობდა. ილია ვეკუას მიდგომა იყო, რომ მართლაც ნიჭიერი ახალგაზრდების აღმოჩენა ყველა მიმართულებით. ამას გააკეთებს მხოლოდ ძალიან ნიჭიერი ადამიანი. ნახევრად ნიჭიერი, ნაკლებად ნიჭიერი, მას არ უნდა სხვის წარმოჩენა. არც უნდა თავზე უკეთესი იყოს ვინმე. ილია ვეკუა ან ივანე ჯავახიშვილი თვითონ ხო იცოდნენ თავის დონეზე. ამიტომ მათ ესენი უშურველად ყველა ნიჭიერ წარმოაჩენდნენ. ესა უკვდავება. ამით მათი ნიჭი ხო არ კნინდებოდა და პირიქით საქართველოს ასახელებდა ის ახალგაზრდა თაობა. ესეთი იყო ილია ვეკუა. შემდგომში რა თქმა უნდა ბატონ ილია ვეკუამ ესე იგი გააგრძელა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ეს რექტორობა. ძალიან ბევრი ახლა დრო არ არის, რომ ძალიან ბევრი ინოვაციები გააკეთა, როგორც გითხარით, კომაროვის სახელობის სკოლა, მერე ეს ლაბორატორია, რომელიც ინსტიტუტად და საერთოდ მას მიაჩნდა, ეს ევროპული გამოცდილება, რომ ესე იგი უნივერსიტეტთან უნდა იყოს კვლევითი ინსტიტუტი, სადაც მეცნიერი, რომელიც ლექციას ყიდულობს, ის უნდა იყოს მოქმედი მეცნიერი და ჩართული და ჩართოა სამკვლევებში თავისი ნიჭიერი სტუდენტები. დღეს სამწუხაროდ ვიმეორებ, საქართველოს შეიძლება ბევრი იყოს, ვთქვათ, ყოფილი მეცნიერი, რომელმა ხარისხი დაიცვა, ვთქვათ, 20 წლის შემდეგ, იმის შემდეგ, მარტო ლექციებს კითხულობს და დაგაგებულია დიდი სარძღერძოლოების წარმოთქმით და თავი მიაჩნია მეცნიერი და ნაღდი მეცნიერი აგერ შეიძლება შევიდეთ ხომ Google შოლარში ან სხვა სკოპუსში ვებსაიტში და ამოვა მათი ციტირება და დღეს რომ იქ იყვნენ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პარტაქტივი ქართული ოცნების იქ რექტორები მათი ციტირების სიგდეცი ან კაცრად ნულია ან ნაკლებიან ტოლია 10-ზე. ზოგიერთ საერთოდ არ არის სასახური Google სკოლარში. შესაბამისად ილია ვეკუა იყო ჩემის აზრით რა თქმა უნდა ძალიან ძლიერი რექტორი და 72 წელს ბატონო გია როცა შეუძლოდ გახდა ბატონი მუსხელიშვილი ნიკოლოს მან შეთავაზა აკადემიას თავისი მოწაფის თავისი საქმის გამგზელებელი სოფლიოში ცნობილი მეცნიერებს მინდა გითხრათ რომ კლასიფიკატორში mathematical review-ში classification-ში მხოლოდ ერთი ქართული გვარია ეს არის ბერნს ვეკუა განზოგადებული ანალიზური ფუნქციები ანუ ილია ვეკუა სოფლიოში მიღებული ადამიანი იყო მისი კანდიდატურა შეთავაზა მაგრამ გარკვეული ძალები იყო ისეთი რომელიც თქვათ ფიქრობდნენ რომ ჯობია სხვა იყოს უფრო ვაკეში დაბადებული ან საბურთალო და შემდეგ და ახლა შეშელეთელი კაცი ხო და ამიტომ ესე არ იყო შესაბამისად მაშინ საბჭოთა კავშირი იყო და ჩამოვიდა ბატონი მისტისლავ კელდიში საბჭოთა კავშირის მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტი ის პოლიტიკოსიც იყო ჭკვიანი და თქვა ნიკოლოზ მუსხელიშვილი არის გენიალური ქართველი მათემატიკოსი სამწუხარო ჯანმრთელობის გამო უნდა გადადგომა და ვინ ყავთო მუსხელიშვილის შემდეგ ილია ვეკუაზე უფრო მეტი მეცნიერიო. იქ ყველა გაჩერდა და ბუნებრივია ილია ვეკუა გახდა პრეზიდენტი. სამწუხაროდ ამ პერიოდისთვის ის უკვე ავადმყოფობდა და 77 წელს
გარდაიცვალა და ესე იგი ჩვენ აქ რამოდენიმე მომენტს კიდევ აღვნიშნავთ ბატონი ილიასი ის როცა გახდა 60 წლის იმ მშობლიურ აფხაზეთს მას მოუწყვეს შეხვედრა 67 წელს იქ დახვდნენ სოხუმის რკინიგზის სადგურში აქ სურათებს არის და მე შეიძლება სხვაგან ვაჩვენოთ ის ახალგაზრდა სტუდენტები მათ შორის შემდგომში მე სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის მათემატიკის ფაკულტეტის დეკანი პროფესორი რევაზ აბსავა და სხვები შესაბამისად შემდგომში რა თქმა უნდა გარდაცვალების შემდეგ 87 წელს ილია ვეკუას მუზეუმი გაიხსნა შეშელეთში მაშინ პირველი მდივანი იყო ბატონი ვახტანგ ყოლბაია ის მონაწილეობდა ამ კავშირში შეშელეთში გალის საექობის დივანი მაგრამ შეშელეთში იყო მუზეუმი შემდგომში ბუნებრივია ესე იგი განვითარება მოყვა ახლა დიდი მეცნიერის ილია ვეკუას შემოქმედების გზა იშვიათად ყოფილა იავარდებით მოფენილი ილია ვეკუას ცხოვრების გზაზე არაერთხელ შეხვედრია სერიოზული წინააღმდეგობები და სიზნელეები ერთი შეხედვით უცნაურია რომ ეს დიდი მეცნიერი სწორედ მისი ცხოვრების მძიმე პერიოდებში აღწევდა უდიდეს შემოქმედებით წარმატებებს რაც მისი წყინვალე ნიჭსა და ნებისყოფის განსაკუთრების სიძლიერეზე მეტყველებს. ახლა ბატონ გია აღნიშნ მას ყავდა უამრავი ესე იგი მოწაფეები, წიგნები დაწერა, ნუ აქ ახლა არ წავიკითხავ. ცნობილია და ეს არის ისა და მას ფუნდამენტური შრომები აქვს მათემატიკის ისეთ ურთულეს დარგებში, როგორცაა დიფერენციალურ განტოლებათა თეორია, სინგულარული ინტეგრალურ განტოლებათა თეორია, კომპლექსური სვლადის ფუნქციათა თეორია, განზოგადებული ანალიზური ფუნქციათა თეორია, დრეკადობის გარსა მათემატიკური თეორია და ასე შემდეგ. და ესე იგი მისი მოწაფეები აქ ყველა ქვეყნიდან იყო სხვადასხვა ქართველები, რუსები, უკრაინელები, სომეხი, ერთ-ერთ ბრწყინვალე პოლონელს, რომელიც გახდა შემდგომში პოლონეთის მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტი ბოგდან ბოიარსკი, მეც ვიცნობდი და ასე შემდეგ. და მინდა გითხრათ, აი თქვენ რომ ბრძანეთ რეგიონში დაბადებული ადამიანები და ასე შემდეგ და ზუსტად ბატონ ილია ვეკუას მიესადაგება ის გამონათქვამი, რომელიც საფრანგეთში გამოიყენება იმასთან დაკავშირებით, რომ ესე იგი საერთოდ ესე იგი გენიოსები იბადებიანო პროვინციაში და ну გარდაიცვლებიან კვდებიან პარიზში, ну ანუ ცენტრში და მოგესალმებათ ილია ვეკუა არის დასაფლავებული თავისი მასწავლებლის და უფროსი მეგობრის აკადემიკოს ნიკოლას მუსხელიშვილის გვერდით თაცმინდაცი და ბოლო გარდაცვალებამდე რამოდენიმე თვით ადრე ილია ვეკუამ დაწერა მიმართვა ახალგაზრდებისადმი სადაც ნათქვამია ეს აქტუალურია ეს საკითხი მეცნიერებაში ჯერ შემორჩენილ ახალგაზრდებს მინდა მიმართოთ ვეკუას სიტყვით მეცნიერული მუშაობის წარმატებად უზრუნველსაყოფად თავარი სამი რამ არის საჭირო ნიჭი მუშაობის უნარი და შერჩეული დარგისადმი სიყვარული ადამიანის ცხოვრების გზაზე თითქმის ყოველთვის მრავალი ცდუნება ელოდება კერძოდ ესაა სურვილი ერთი შეხედვით სავსებით ბუნებრივი ცხოვრების პირობების კეთილდღეობისა კონდეს ხეირიანი ბინა კარგი ხელფასი მანქანა თანამდებობა და მრავალი სხვა მეცნიერებაში წარმატებებს მიაღწევს მხოლოდ ის ვისაც უსაზღვროდ უყვარს თავის დარგი ვინც ყველაფერზე მაღლა დააყენებს სამეცნიერო კვლევით მუშაობას და შემოქმედების სფეროში წარმატების მოპოვებას დაუქვემდებარებს ყველა სხვა ინტერესს ვინც ასე მოიქცევა და წარმატებებსაც მიაღწევს მისთვის ცხოვრების სხვა მხარეები თანდათანობით მოგვარდება და გაცილებით უკეთ ვიდრე შეიძლებოდა მას ახალგაზრდობის დროს ესახებოდა ოღონდ ამისათვის საჭიროა დრო და მოთმინების დიდი უნარის გამომუშავება კერძო სულის
მღვდელი შურიანობის დაძლევა. ეს იყო დიდი ილია ვეკუას ანდერძი, რომელიც მან დაუტოვა საქართველოს ახალგაზრდა თაობას და აი ბატონო გია თქვენ როგორ ეტყოდით იმ ახალგაზრდებს, რომელიც დღეს მეცნიერებაში მაინც მიუხედავად იმისა, რომ მეცნიერის ხელფასი დაბალია, საერთოდ სასაცილოა, დამამცირებელია, მაინც რაღაცის გამო, ტრადიციის, სიყვარულის გამო, მაინც რჩებიან მეცნიერებაში. მე მინდა გავიხსენო ბატონო თემურ, სალმონში ასეთი სიტყვა წინადადება, ვუგალობოთ ღმერთსა მეცნიერებით. აი ეს ლოზუნგი, ასე რომ ვთქვათ, ეს ახალგაზრდებს აუცილებლად უნდა ესმოდეს, რომ სხვა გზა არ არსებობს ღმერთის აღიარებისა და მისი დიდების წარმოჩენისა. ყოველ შემთხვევაში ადამიანს ნიჭს ჩუქდის ღმერთი და ეს ვალი ადამიანმა თავისი ღვაწლით მეცნიერებაში, ანუ გალობით, ანუ მოღვაწეობით უნდა დაუბრუნოს ღმერთს. თუ ახალგაზრდებს სურვილი აქვს, რომ პირადი ცხოვრებისთვის მარტო ბიზნესი კონდეს და იყოს კომფორტში, ეს არ აძლევს მუდმივობას. ნუ ახლა შეიძლება დიდი მიღწევის ბიზნესმენებიც უკდავის გახდნენ, მაგრამ იმ შემთხვევაში გახდებიან, რომ მაგალითად ერთი მაგალითი მახსენდება, ერთმა ბიზნესმენმა $5 შეიძინა ის წარწერა, რომელზეც პითაგორას თეორემა გამოსახული 3600 წლის წინ. ახლა ეს თიხის ფირმი და იმან რომ ეს მიხვდა რომ $5 რატომ გადავიხადეო? ფიქრობდა ხო? დღეს უკვე მისი სახელი ქვია იმ თიხის ფირმიდას. და აი ესეთნაირად თუ ახალგაზრდა ჩაიფიქრებს რომ თავისი არსებობისთვის, მისი სულის განმტკიცებისთვის, მისი თავისუფლების წარმოჩენისთვის მეცნიერება არის ერთადერთი გზა. ერთადერთი გზა, იმიტომ რომ ადამიანი პოულობს თავის ადგილს. თუ ის ღრმა კვალიფიკაციით მქონია და სურვილი აქვს რომ ღრმად განსწავლული გახდეს, მაშინ ის თავისუფლებას მიელტვის და მივა ამ თავისუფლების საქმაზე. მეცნიერება თავისუფლების გარეშე არ არსებობს. ვისაც პლატონი აქვს საკითხული, არისტოტელე და სხვები, სოკრატეს ნაწერები არ ვიცით, მაგრამ თავისუფლება მეცნიერებით მიიღწევა. თუ ახალგაზრდები აირჩევენ ამ გზას, მიუხედავად იმისა, საქართველოში დღეს მეცნიერი ეს ერთგვარად არ არის სერიოზულად აქმული, მაგრამ საბჭოთა კავშირის პერიოდში მეცნიერება განსაკუთრებით მათემატიკური, ფიზიკის, ზუსტი მეცნიერება, ფუნდამენტური მეცნიერება, ეს ძალიან იყო პრესტიჟული, იმიტომ რომ ჭირდებოდა მაშინ საბჭოთა კავშირს ამ ტიპის მეცნიერები. აი ახლა არის ისეთი დრო, პერიოდი, ჩვენს ახალგაზრდობის დროს მე თქვენ არ ქონდათ ეს საშუალება რომ წავსულიყავით გვესწავლათ ისეთ უნივერსიტეტებში, საიდანაც მოდის ყველაფერი, ძირითადად საუნივერსიტეტო განათლება. ამიტომ მე ვუსურებ ქართველ ახალგაზრდებს რომ დაეწაფონ, რაზეც ამბობს ილია ვეკუა, რაზეც დიდ ყურადღებას ამახვილებს ივანი ჯავახიშვილი, მისი ცნობილი სიტყვები, ცნობილი ამ მხრივ და მე ვიმედოვნებ რომ საქართველოში 50 მაღალი კვალიფიკაციის მეცნიერი თუ იქნება, საქართველო გადარჩება. მადლობა. ბატონო გია, მე მინდა გავიხსენო რომ 2017 წელს ოთარ ჟორდანია, მაშინ ის გახდა ცხუმ აფხაზეთის მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტი, სხვადასხვა ამ აკადემიის დამფუძნებელია და ყოფილი რექტორია სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის, ალბათ არა ზუსტად ყველაზე ძლიერი რექტორი 93-დან 2005 წლამდე. შემოვიდა ბრწყინვალე წინადადებით, რომ სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტს მიენიჭოს აკადემიკოს ილია ვეკუას სახელი. ამ წინადადებას ხარს უჭერდა ბატონი ვახტანგ ყოლბაია, მაშინ იყო ის აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი და ბატონი ზაურ ზურაბ ნომთათიძე, აფხაზეთის მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტი. სამწუხაროდ იმ პერიოდში სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა, არქეოლოგმა, აფხაზეთის არაბ მკვიდრმა ჯონი აფაკიძემ დარაზმა თავის ჯგუფი
და სამწუხაროდ სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის საბჭომ, სადაც აქტიურობდა განსაკუთრებით იმ დროს ერთ-ერთი დეკანი და დღეს ეს პიროვნება ქალბატონი ლია ახალაძე არის სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამეცნიერო დეპარტამენტის ხელმძღვანელი, ეს წინადადება ბრწყინვალე ჩააგდეს. შესაბამისად, შემდგომში რომ მოვიდა რექტორი ბატონი ზურაბ ხონელიძე 8 წლის განმავლობაში არც გახსენებია ეს წინადადება და მე ამას იმიტომ ყვები, რომ დღეს სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი რომ ყოფილიყო აკადემიკოს ილია ვეკუას სახელობის სოფლიოში ახლა მე ბატონ გია და შვები ჩვენზე მეტიც ბევრ უცხოეთში სხვადასხვა კონფერენციაში მონაწილეობდნენ. გნებავთ თურქეთში, გნებავთ ბარსელონაში, გნებავთ პორტუგალიაში, გნებავთ სხვაგან ამ შემდეგ ყველგან როცა ჩვენ ისე იგი იმაში აფილიაციაში ეწერა თქვა სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი ან თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი ან ჯორჯია გვეკითხებოდნენ ილია ვეკუასთან რა კავშირი გაქვთ თქვენ და ილია ვეკუას სახელი რომ ყოფილიყო დღეს სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში ის ხალხი ვინ ჩაიფიქრა ესეთი გაუაზრებელი რეფორმა ისე უდიერად მომყრობა სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტს ვერ შეძლებდნენ ამიტომ ის ადამიანები ვინც თავის დროზე ოთარ ჟორდანიას დიდებული ინიციატივა ჩააგდეს იმათ უნდა იფიქრონ რა დიდი ცუდი საქმე გააკეთეს ასევე მე მინდა გითხრათ თქვენ ბრძანეთ რომ სოხუმის ნებისმიერი უნივერსიტეტის რექტორი ახლა ბატონი მიხეილ სააკაშვილის დროს მოიფიქრეს რომ უნივერსიტეტის რექტორი შეიძლება იყოსო მენეჯერიო და ხარისხის არ მქონე პიროვნება გახადეს ექიმი გახადეს როგორ შეიძლება აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე აკადემიური საბჭოარი მთავარი ორგანო რომელიც მართავს უნივერსიტეტს იყოს პიროვნება რომელსაც ლექცია არ აქვს გაკითხული ერთი სამეცნიერო ნაშრომი არ აქვს გაკეთებული ერთი გაკვეთილი არ აქვს სკოლაში და გახდეს ხელმძღვანელი გამორიცხულია შესაბამისად ყველაზე დიდი უბედურება არის წინა და დღევანდელი ხელისუფლების რომ სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორად ნიშნავდნენ განათლების კომისრებს და ნიშნავენ დიდი მაუზერით დადიან და შესაბამისად როგორც ამიტომ როცა ასეთი ხელმძღვანელები მოდიან მათ არავითარი რიდი მეცნიერების ყველა უნივერსიტეტში დაახლოებით 20% არის საერთაშორისო დონის მეცნიერი. სხვა 80% ან ყოფილი მეცნიერი, ან კარგი პედაგოგი და ამ შემდეგ. და განსაკუთრებით იდევნებიან ეს საერთაშორისო დონის მეცნიერები. რადგანაც ისინი გამოირჩევიან მათემატიკაში არის დირაკის ფუნქცია. ამიტომ ჩვენ ფიქრობთ რომ შემდგომში ბატონო გია კარგი იქნება და აუცილებელი უნდა ჩაიწეროს რომ ნებისმიერი სახელმწიფო უნივერსიტეტის კერძოდ არ ვეხები მაინც ავისისა და სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი უნდა იყოს აუცილებლად ცნობილი მეცნიერი და მიუხედავად იმისა რომ ახლა ტერორის ქვეშ არის სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი მე დარწმუნებული ვარ ქართული საზოგადოება მიაღწევს იმას რომ სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტს შეუნარჩუნდეს მრავალპროფილიანი კლასიკური სპეციალობები და ის გახდეს აკადემიკოს ილია ვეკუას სახელობის სოფლიოში ცნობილი მეცნიერის და ეს სახელი კიდევ უფრო მაღალ დონეზე აიყვანს სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტს და ყველა ის პროფესორი რომელიც იქნება ამ უნივერსიტეტის ესე იგი თანამშრომელი ის ეცდება რომ ახლა ილია ვეკუას დონის ვერ იქნება მაგრამ რაღაცნაირად სტიმული კონდეს გამითად ბატონ გია რა სიტყვით ამასთან დაკავშირებით ეს აუცილებლად უნდა მოხდეს მე არ ვიცი იმ კოლეგებს რა საწინააღმდეგო აზრი ქონდათ მაგრამ ესე იგი სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის ილია ვეკუას სახელი თუ მიენიჭება ფაქტობრივად აფხაზეთში არსებული უნივერსიტეტიც დარჩება
თამაშგარეში მდგომარეობაში რაღაც მიზეზების შემდეგ, ну ყოველ შემთხვევაში და ეს უნივერსიტეტი იქნება კიდევ უფრო წარმატებული იმის და მე მომხრე ვარ აუცილებლად ეს უნდა გაკეთდეს, ახლა მაინც გაკეთდეს, ამ პერიოდში მაინც რომ მოითხოვოს სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტმა რომ დაერქვას, ანუ სახელი მიენიჭოს ილია ვეკუას. მაგრამ მე არ ვიცი რა საწინააღმდეგო პოზიციას გამოთქვამდნენ ის ხალხი. ერთ-ერთმა ქალბატონმა ზუსტად ბრძანა რომ სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტს თუ დავარქვევთ ილია ვეკუას სახელით, ილია ვეკუას სახელით დაჭtildeასო სოხუმს. მაშინ ერთმა უპასუხა იქ ივანე ჯავახიშვილის სახელმა დაჭtildeა თბილისი. ანუ არგუმენტაცია არ იყო. მომავალ წელს ილია ვეკუას უსრულდება 120 წელი. რა თქმა უნდა, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ესე იგი რაზმაძეს ინსტიტუტი, ილია ვეკუას სახელობის ინსტიტუტი, სხუმ-აფხაზეთის მეცნიერებათა აკადემია, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ყოველ შემთხვევაში ის ხალხი, ვინც ფეხზე დგას და უყვარს მეცნიერება, ჩვენ აღნიშნავთ საერთაშორისო კონფერენციით, კონგრესით ილია ვეკუას 120 წელი და იმედია, რომ საქართველოს ხელისუფლება, დიდი აკადემია, მეცნიერებათა ეროვნული აკადემია, იშუადგომლოს, რომ სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტს მიენიჭოს აკადემიკოს ილია ვეკუას სახელი. ვინც ამის წინააღმდეგ გამოვა, იქნება ჩემი ძმა თუ სხვისი ძმა, ის არ იქნება სახელმწიფოებად მოაზროვნე. ამიტომ ყველას მოუწოდებთ ამ იმას დაუჭიროთ ხარი, რადგანაც ჩვენ ილია ვეკუაზე მეტი მეცნიერი უფრო დიდი აფხაზეთშიც არ იყო და არა მარტო აფხაზეთში, მე მგონი საქართველოშიც. ჩვენ ესე იგი შემდგომში გავაგრძელებთ საუბარს რეფორმებზე, მეცნიერებას და შემდეგ დღეს ამით ვამთავრებთ. დიდი მადლობა ბატონო გია, კარგად ვსანდებოდეთ.